აი რა მეხმარება იმაში, რომ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო ბედნიერი იყოს. შეიძლება ეს რჩევები შენს გამოგადგეს, ამიტომ დარჩი ვიდეოს ბოლომდე. პირველი, ყოველთვის ვცდილობ გულში არ დავიტოვო წყენა და ბრაზი და როგორც კი თავისუფლები, მსგავსი უარყოფითი ნეგატიური ემოციებისგან თავს ვგრძნობ თავისუფლად და მშვიდად. მეორე, ვსწავლობ არ ვინევრიულო იმაზე, რასაც ვერ ვცვლი და ასეთ დროს უფრო მარტივად პოულობ გამოსავალს. მესამე, ვცდილობ მარტივად ვიცხოვრო. როდესაც რაღაცეებს ვართულებ, მით უფრო რთულდება ყველაფერი. ასეთ დროს ფოკუსირდები სიმშვიდეზე, განვითარებაზე და ჩემს საყვარელ ადამიანებზე. მეოთხე, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ვამყარებ დიდ იმედებს, რადგან როდესაც იმედები არ გაქვს დიდი, იმედგაცრუებაც ნაკლებია. ეს კი მეხმარება უფრო მეტად დავაფასო, რაც უკვე გამაჩნია და რასაც მივიღებ, კიდევ უფრო მეტი სიხარული განვიცადო ამით. მეხუთე, ხშირად ვცდილობ ვაკეთო სიკეთე და გავაზიარო სიყვარული. ეს კიდევ უფრო მეტად მაძლიერებს შინაგანად. მეექვსე, ხშირად ვიღიმი. ეს უბრალო მოქმედებაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ალამაზებს როგორც ჩემ დღეს, ისე სხვა ადამიანების დღეს და შეიძლება ცხოვრებასაც. მეშვიდე, ჯერა უფლის და ხშირად ვესაუბრები მას. ეს შინაგანად მაძლიერებს და მაძლევს დიდ იმედს. თუ მსგავსი შინაარსის ვიდეოები მოგწონს, მაშინ გამომყევით ჩემ გვერდზე.